ბარაკ ობამამ კიდევ ერთხელ გააკეთა მოწოდება იარაღის გავრცელებაზე კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით ჩიკაგოში ვიზიტისას, რა დროსაც ამერიკის პრეზიდენტი იმ სკოლას სტუმრობდა, სადაც ერთი თვის წინ 15 წლის გოგონა მოკლეს. ბარაკ ობამას თქმით, შეიარაღებული თავდასხმები ძალიან ბევრი ბავშვის გარდაცვალების მიზეზი გახდა. მან ასევე შეახსენა საზოგადოებას, რომ გასულ წელს მხოლოდ ჩიკაგოში 54 ბავშვი გარდაიცვალა. ობამას თქმით, მისმა ადმინისტრაციამ შეიმუშავა ცვლილებების პაკეტი იარაღის შეძენაზე კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით. დავით დარახველიძემ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობაზე შეთანხმდა. რტოლვითა და განსახლების მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვაშინგტონის ოფისის წარმომადგენლებთან ოფიციალური შეხვედრა გამართა. მინისტრმა დელეგაციას იძულებით გადაადგილებულ პირთა ზოგადი მდგომარეობა გააცნო და მთავარ პრობლემად დევნილი მოსახლეობის განსახლება დაასახელა. ასევე საუბარი შეეხო სამინისტროს ახალ სტრატეგიას, რომელიც 4 წლის განმავლობაში დევნილთა სრულ განსახლებას ითვალისწინებს. დარახველიძეს თქმით, ეს საკმაოდ რთული პროცესია და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა აუცილებელია. მსოფლიო ბანკის ვაშინგტონის ოფისის წარმომადგენელ ჯოანა ფიზდებერის თქმით, თანამშრომლობა ბანკსა და სამინისტროს შორის მომავალშიც გაგრძელდება. სამართალდამცველებმა წარსულში ქურდობის 13 ფაქტისთვის ნასამართლევი პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი რომეო ქურდობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2013 წლის 9 თებერვალს წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთში ელეონორა წიქორაძის საცხოვრებელი სახლიდან 2480 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები და მობილური ტელეფონი მოიპარა. დაკავებულმა ოქროულობის ნაწილი იმავე დღეს გაყიდა. სამართალდამცველებმა ძვირფასეულობის ნაწილი უკვე ამოიღეს. ძიების